გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ერთი ნაცნობი მყავს, რომელიც დიდი ხანია მზიან ნორვეგიაში ცხოვრობს. ალბათ ასე 30 წელია. როგორც ემიგრანტების უმეტესობა, ისიც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დიდი ანტაგონისტია. მიაჩნია, რომ გზა, რომლითაც ქვეყანა მიდის, პირდაპირ უბსკულში მიემართება. უბსკული კი რუსეთია, რომელიც ელოდება მომენტს, როდის გადაიჩეხება საქართველო, რომ მერე სულიად ჩაეხუტოს მას, ანუ ჩვენ. ცოტა უცნაური ლოგიკა აქვს ამ ჩემს ნაცნობს. ვერ მიხსნის თუ რაში გამოიხატება ჩვენი სვლა უბსკულისგან, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ მან ნამდვილად იცის ოცნების ხელში ჩვენ წინ კარგი არაფერი გველოდება. ურალისა და კირილიცის გარდა. ასაკურველია ის გმობს რუსეთს, გმობს პუტინს, გმობს ლავროვს, გმობს რუბლს. პუტინსა და ლავროვს მეც ვგმობ, რადგან საერთოდ ყველა იმ უცხოელ პოლიტიკოს ვგმობ, ვინც ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ არ მოქმედებს და გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი უცხოელი პოლიტიკოსი ჩემი ქვეყნის სასიკეთოდ არასდროს იმოქმედებს, თუ კი ეს მის პირად ინტერესებში არ შედის. გამოდის, რომ ყველას ვგმობ, მათ შორის პუტინსა და მის ლავროვსაც. კაი, გმობით კი ვგმობ, მაგრამ სისულელეს ხომ არ დავაბრალებ პუტინს, რომელსაც ისევე როგორც ყველა დანარჩენ პოლიტიკოს, ცოდვების დიდი ტომარა ისედაც აკიდებული აქვს სინდისზე. რატომ ამბობ ამას? იმიტომ რომ ჩემს ნაცნობთან ლაპარაკობდით ისრაელზე და ის საშინელება გაგვახსენდა, რაც 23 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის დასახლებებზე ჰამასმა განახორციელა. ხო და უცებ ამ ნაცნობმა გამომიცხადა, რომ ამ ტერაქტის უკან დგას ვინ? როგორ გონიათ ვინ და პუტინი. გამომეორებ, ეს ნაცნობი ნორვეგიაში ცხოვრობს, არა აფრიკის ჯუნგლებში, არა ამაზონის კალაპოტთან, არა ავსტრალიის უდაბნოში ან ჯომოლუნგმას ფერდობებზე, არამედ ცივილიზებულ ნორვეგიაში, ანუ ქვეყანაში, სადაც საინფორმაციო საშუალებები ყველასთვის ხელმისაწვდომია. საიდან მოიტანა ეს ინფორმაცია მეთქი? ფრთხილად ვკითხე, ფრთხილად იმიტომ ვკითხე, რომ მისი გაევროპებული ფსიქიკისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. როგორ თუ საიდან? ყველა მიცის ეს, მიპასუხა. ეტყობა, მე იმ ყველას რიცხვში არ შევდიოდი, რადგან პუტინზე ბევრი რამ მსმენია, მაგრამ ის, რომ 7 ოქტომბრის ტერაქტის უკანაც ის იდგა, ჩემი აზრით უკვე გადამლაშება იყო. და პუტინს რაღაცში დასჭირდა ასეთი სისასტიკე, თანაც იმ სიშორეზე, განა ისრაელის ტერიტორიაზეც აქვს პრეტენზია? არა, უბრალოდ უკრაინის აგრესიის გადაფარვა უნდოდა და გამოუვიდა კიდეცო. მეგობრებო, რუსი მწერლების არკადი და გიორგი ვაინერების საკულტო რომანიდან მოწყალების ერა მახსენდება ციტატა: ამ ქვეყნად ყველაზე ძვირი სიბრი ყვეჯდება, რადგან მის სანაცვლოდ ყოველთვის უდიდეს ფასს ვიხდითო. დიახ, არის რაღაც ასპექტები, რომლებიც ბრმად არ უნდა დაიჯერო და კითხვები უნდა დაასვათ, თორემ ადრე თუ გვიან წააგებ. ეტყობა, უმდიდრეს ნორვეგიაში ცხოვრება ადამიანს სიბრძნეს არ ხმატებს. ან უბრალოდ თუ გინდა ვინმე რამეში დაადანაშაულოს, საბაბს ყოველთვის მოძებნი. ხომ გახსოვთ ანდრეი ვიშინსკის სიტყვები? თავარია კაცი იყოს და მუხლს ყოველთვის მოუძებნითო. ასე რომ თუ გინდათ პუტინი ამაში დაადანაშაულეთ, კი ბატონო, მაგრამ ეს სრულიად დათვური სამსახური იქნება, გარწმუნებთ. და მხოლოდ უკუქმედებას გამოიწვევს. მეგობრებო, პუტინის ადვოკატობას იმედია არავინ თამაბრალებს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ ყველაფერში ლოგიკა უნდა არსებობდეს, თორემ სხვა შემთხვევაში სულ წაგებულები დავრჩებით. იმის არ იყოს ის საბრალოები, რომ დარბიან და ქართულ ოცნებას რუსული ინტერესების გატარებას აბრალებენ. ასე კიდევ მრავალი წელი ირბენენ, რადგან მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. ოცნება მხოლოდ ქართულ ინტერესებს ატარებს და რატომ უნდათ რომ ამას რუსული დაარქვან, არ ვიცი. გასაგებია, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც იდეალურად მუშაობს და თუ მოინდომებ ნაკლს მშვენივრად მოუძებნი. ოღონდ ეს ნაკლი საფუძვლიანი უნდა იყოს და არა მოგონილი.
პუტინის დამარცხება მხოლოდ სიმართლით შეიძლება. მას იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, რამდენიმე სასამართლო პროცესს ეყოფა, მაგრამ როდესაც ამავე პროცესზე რომელიმე პროკურორი უსებ ისეთ სიბრიყვეს წამოროშავს, როგორც ჩემმა ნორვეგიელმა ნაცნობმა თქვა, აი მაშინ მიეცემათ ადვოკატებს საბაბი, რომ ჩართონ გამამართლებელი მანქანა და საერთო ჯამში მშრალზე გაიყვანონ ბრალდებული. ეს ყველაფერი ახლა მაგალითისთვის თქვი. სიმართლე და კიდევ ერთხელ სიმართლე გადაგვარჩენს. და ეს ლიტონის სიტყვები არ არის. და კიდევ ერთი, აი ვინც ამდაგვარ იდიოტობას იგონებს და ავრცელებს, საინტერესოა, რომელი ადგილით ფიქრობს. იცით რას გეტყვით? ვინც ამას იგონებს და ავრცელებს, სწორედ ის არის პუტინის კაცი. დიახ, ახლა მომივიდა ეს აზრი თავში. მართლაც, როდესაც დამნაშავე პოლიტიკოსის განკითხვის დღე მოვა და ვინმე ნორვეგიელი ამგვარ რამეს წამოროშავს, პუტინი ადგება და იტყვის, აი ამასაც კი მე მაბრალები და სადაა გარანტია, რომ სხვა დანარჩენიც ასეთივე მტკნარი სიცრუე არ არისო. ეს იყო განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.